საპროტესტო აქციაზე მისვლის გამო კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. პაპუაშვილმა კიევთოს თავმჯდომარის ქმედება კანონმდებლობის დარღვევად შეაფასა. ელინა ვალტენონი დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ რუსთაველის გამზირზე მივიდა და პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მხარი დაუჭირა. მანამდე ის მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. საერთო პრესკონფერენციაზე კი ოცნების პოლიტიკა გააკრიტიკა. ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ Deep State აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა წადი მე გადავიხდიო. ასე ხსნის ოცნების წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების გამკაცრებას. შარმანაშვილის თქმით ადმინისტრაციული დაკავებები და ჯარიმები ქმედითი არ აღმოჩნდა. რუსეთში დიდი რიგები აქვთ საწვავს ელოდებიან და იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. მათი ეკონომიკა სრულიად მოულოდნელად ჩამოეშალა, განაცხადა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკი თეთრ სახლს პარასკევს ეწვევა. ვიცი, რაც ექნება სათქმელი. მას ტომაჰავკები უნდა, თქვა ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, განაცხადა ამერიკის ფინანსთა მინისტრმა. სკოტ ბესენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრს იულია სვირიდენკოს შეხვდა. ბესენტის თქმით, ზეწოლის გაძლიერება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის სამხედრო აღჭურვილობას აფინანსებს.